საღამო მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ ეს დღეები არის რაც ხდება ჩვენ ქვეყანაში. ჯერ მთელ მსოფლიოში რა არეულობა და ბარდაკია ეს საკითხია, მაგრამ ახლა პირველ რიგში მე სამშობლო მადარდებს და ჩვენი ქვეყნის ბედი მადარდებს და მაინტერესებს და ჩვენ ქვეყანაში რაც ხდება, ამას მე მგონი არ ჭირდება ზედმეტი ახსნა და ზედმეტი სალაპარაკო არაფერი არ არის აქ, იმიტომ რომ ფაქტია ის, რომ ქართულმა ოცნებამ, როგორც ასეთმა პოლიტიკურმა ძალამ სრული კრიზისი, პოლიტიკური სახელმწიფოებრივი კრიზისი შექმნა, რომელი კრიზისიდან გამომდინარეც კითხვის ნიშნის ქვეშ არის თავიდან ბოლომდე ქოცების ზოგადად არსებობის საკითხი. მე ამას არ ვამბობ გადაჭარბებულად, მე ამას ვამბობ იმ საერთო კონტექსტიდან გამომდინარე, რომელი კონტექსტიც დგას საქართველოში და ძალიან მინდა თუ შეიძლება ყურადღებით მოусმინოს ამას ამ ყველაფერს ზოგადად ჩემმა გამომწერებმაც, მტრებმაც, მოყვარებმაც და მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არის სპეციალურად, ხელოვნურად, სიმართლე გითხრათ, ეს არის პირდაპირ ხელოვნური კრიზისი შექმნილი, რომელი ხელოვნური კრიზისი შექმნა ქართულმა ოცნებამ თავისი ლიდერის სარდლობით და გამოწვეული არის ეს ყველაფერი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ჯერ ერთი ის, რომ სახელმწიფო არ იმართება თვითონ კანონიერებით, სამართლიანობით, იმართება რაღაც კლანური, მაფიოზური რაღაცა ქუჩაში ბევრად უკეთესად ირჩეოდა საქმეები და ირჩევა დღესაც, ვიდრე ქოცები არჩევენ უკვე თავიანთ ბინძურ პოლიტიკანურ ბანდაში რამეს, ამიტომ კრიზისი არის სახეზე სახელმწიფოებრივი ყველანაირი ვერ შველით მათ ვერც გახარიას პარტიის შესვლა არჩევნებში, ვერც ეს ყველა მიმართულებით. ახლა ის რაც საერთაშორისო მიმართულებით უკვე აკოთებული და აყროლებული და გატეხილი აქვს სახელი თუ რა ნაგავს წარმოადგენენ, ეს კარგი ხანია, ყველასთვის ცნობილია, კაცო. თავიანთი უარგისი საქმეებიდან გამომდინარე, მაგრამ ახლა ქვეყანაში რომელიც ვკითხო რომ თურმე 1,200,000 ადამიანი ირჩევს და ეს საქართველოში თვითონვე გამოითხარეს თავისი დასაკლავი დანა, იმიტომ რომ ძალიან კარგად იცოდნენ რომ მერე სათქმელი აღარაფერი აღარ იქნებოდა დარჩენილი, როდესაც საქმეზე მიდგებოდა და ქართული მიწის გაყიდვით დაიწყებდნენ თავიანთი ბინძური პოლიტიკანური ტყავის გადარჩენას და ღალატს დაარქმევდნენ ინვესტიციას. აღარა უკვე საუბარი იმაზე თუ ეს როგორ შეიმჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ფაქტია, რომ ამ კრიზისით დაინტერესებული არიან როგორც გარე ძალები, შიდა ძალები და ამ ყველაფერთან ერთად ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება პირდაპირი მნიშვნელობით, ოღონდ იცოდეთ, დარჩება ქოცური ხელისუფლება სათავეში და გავა ეს არაბული პროექტები, რომელიც ორი არაბულ ქალაქზეა ხალხო ლაპარაკიო და ეს 127 მილიონი კვადრატი ქართული მიწა გაყიდული, ეს არ ითვლება ამ ყველაფერში და რამდენი აქვს კიდე გასაყიდი, ეს არ ითვლება ამ ყველაფერში რა. აქედან გამომდინარე ქოცებს ერთადერთი იარაღი აქვთ, რომ გაყიდონ სამშობლო პირდაპირ წესით და დაამყარონ კავშირი, რა ვიცი, ისეთ სახელმწიფოებთან, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი არის სულ სხვა საკითხები საქართველოში, თავიანთი ბიზნესები, თავიანთი ინვესტიცია და ახლა ადამიანის უფლებები საერთოდ მსოფლიოში არსად არ არსებობს და რატო უნდა დარდობდეს ვინმე ქართველერზე მე არ ვიცი, მაგრამ განსაკუთრებით ამ სიტუაციაში ის ქვეყნები საერთოდ არ იდარდებენ, იმიტომ რომ მათ არც აქვთ ამის რაღაცების ინტერესი, არ ეგონოს ვინმეს რომ ევროპა და დასავლეთი დარდობს ჩვენს. მოკლედ იმატებს რა თანდათან ეს დაძაბულობის გრადუსი და ამ დაძაბულობის გრადუსზე პარალელურად დამწვარზე მდუღარე ესხმება იმით რომ აი ესეთი თვითონ ცინიკოსი პოლიტიკოსები, აქეთ პოლიტიკანები, უკაცრავად პოლიტიკოსი სადაა დღეს საქართველოში და ქოცებში მithmedes გამოვლენ და განათლებას უწუნებენ კიდე ხალხს. მოკლედ ამ არეულობის და ამ ქაოსის ეპოქაში ჩვენთვის ორივე ვარიანტი, აი ქართველებს ორივე ვარიანტი არის საშინელი. იმიტომ რომ
დარჩებიან ქოცები მათი აღებული კურსი მიწების გაყიდვასთან დაკავშირებით უცვლელი დარჩება და გააგრძელებით. ვერ დარჩებიან ქოცები და მოხდება ქოცების ან პროქოცური ძალებისთვის ხელისუფლების გადაბარება და მერე აქ არეულობა და მერე აქ ქაოსი და მერე აქ საგიჟეთი, ესეც საქართველოსთვის კატასტროფული არის. ამიტომ მე ყველას მე არ მიყვარს თავის მოტყუება, არ მიყვარს ასევე მოტყუება არც ჩემი მსმენელის, ვინც მე მისმენს, ამიტომ მე გეუბნებით, რომ საქართველოში ძალიან ცუდი მოლოდინი მაქვს ამ ყველაფრის და ძალიან ცუდი დღეები გველოდება და ამ ცუდი დღეების პერიოდში ყველამ უნდა ვიცოდეთ, ვინ არის მტერი და მოყვარე. ყველაფერზე უარი ვთქვით, მე პირადად, ჩემი ირგვლივ ყველამ ამ დიდი ქართველთა გაერთიანების წევრებმა და ყველამ და ვთქვით ერთი რაღაცა, რომ ვისთვისაც ძვირფასი არის ქართული მიწა და მიწის მადლი, მოდი დავდგეთ ყველა ერთად, გავუწოდეთ ყველას ხელი, მოუწოდეთ ყველას ერთობისკენ ამ საკითხში, ერს, ბერს, პოლიტიკურ პარტიებს, უბრალო ადამიანებს და მე მგონი, ამაში ცუდი არაფერი გაგვიკეთებია. ისედაც დაყოფილ და დახლეჩილ ქართველობას და სხვადასხვა გზებით ტვინარეულ საზოგადოებას ერთობისკენ თუ მოუწოდებ, მე მგონი, ამაში დანაშაული არაფერი არაა და როდესაც ამ ერთობას საფუძვლად უდევს ქართული მიწის გადარჩენა და ქართველი ერის გადარჩენა, მე მგონი, თუ მოღალატე არ არის ადამიანი, შეგნებული მოღალატე არ არის, ან ბეცი უბრალოდ. ორიდან რაღაცა. არ შეიძლება, რომ ეს რაღაცა არ გაერთიანებდეს. არ შეიძლება. ამ რთულ პერიოდში მე თუმეტეს. ეს რო იყოს რაღაცა მოგონილი, ეს რო იყოს რაღაცა ილუზიური რაღაცა, ეს რო იყოს რაღაცა ხელოვნურად შექმნილი შეთქმულების თეორიებს რო ეძახიან და ასე შემდეგ. მაშინ კიდე გასაგებია, ხო, ვიღაცამ რაღაცა პოლიტიკური რაღაცა პროვოკაციისთვის და ქულებისთვის შეიძლება მოგვაწეროს, თუმცა არ ვიცი ჩვენ რატო უნდა მოგვაწერონ, ჩვენ პოლიტიკური პარტია არა ვართ და არც არჩევნებში ვაპირებთ მონაწილეობის მიღებას და არც ხმების მოცემას ვთხოვთ ვინმეს, ასე რომ მე ვერ ხვდები, რატო უნდა აღვიქვამდეს ჩვენ რომელიმე პოლიტიკური პარტია კონკურენტად ამ საკითხში, მაგრამ ნუ კარგი რა. ეხლა მიზეზები არ დაელევა არავის. რომ მიზეზი მოგიძებნონ. რა ვიცი, მე მგონი ყველა ნორმალური ქართველისთვის ეს იყო. ახლა რაც შეეხება იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ჯანსაღმა ქართველმა და ქართულმა საზოგადოებამ დაინახა ის, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო დამუნჯებულ და დაყრუებულ საპატრიარქოში, ნამდვილად სხვას მე ვერაფერს ვერ დავარქმევ ამ ყველაფერს. არ ვიცი, მე ბატონო, ვისთვის ვინაა წმინდანი და ვისთვის ვინაა კერპი, მე ვერ ხვდები. საპატრიარქო და სინოდი, რომელიც დუმილს ინარჩუნებს, არ ესმის და ვერ ხედავს, იგივე ჯაღმაიძე, იგივე იაკობი, იგივე შიომუჯირი და იგივე სხვა ეს წარმომადგენელი უამრავი ეს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მე ამას მუნჯობას და ყრუობას დავარქმევ და იქ ჩვენმა მისვლამ გამოაჩინა ის, რომ თურმე იაკობას და მისნაირ სასულიერო პირებს, რომლებიც ბლომად არიან სინოდში შეკრებილები, თურმე ეს პრობლემად არ მიაჩნია და თურმე გადაჭარბებულად თურმე აღიქვამენ ამ ყველაფერს და მაგათ ამასთან საქმე არ აქვთ. და ამიტომ იყო ეს სწორი ნაბიჯი გადადგმული, რომ გამოჩდით ერთი სინოდში რამდენი იაკობა არსებობთ, კიდე ესეთი. გამოჩდით ახლა ღიად და პირდაპირ დააფიქსირეთ თქვენი პოზიციები. მე ვერ ხვდები ახლა თუ ვინმე ეთანხმება იაკობის განცხადებას, იმიტომ რომ ხდელია და იმიტომ რომ ანაფორააცვია და იმიტომ რომ სინოდის წევრია და ამიტოა წმინდანი, არ ვიცი მე ამ ადამიანს ან ექიმის ჩარევა უნდა და ამ კურნალობა ჭირდება, ან და ისი შეგნებული მოღალატე არის, ხო? ამიტომ ქართული მიწის მადლმა ყველას ჩამოხადა სახე და ყველას ჩამოხდის კიდე მომავალში. არ ვიცი, ახლა კიდე გავრცელდა ინფორმაციები, რომ რაღაც ნაწილი სასულიერო პირების შეკრებილა თურმე, რომელიღაცა პოლიტიკური ერთი არ მინდა, ახლა იცი დავასახელო და მე არ დამაბრალონ, რომ უბრალოდ მე თურმე ერთობის წინააღმდეგი ვარ და ვიღაცას თურმე რაღაცას ვაწერ, მაგრამ მე უყურებს სიმართლეს. რაღაცა სასულიერო პირების რაღაც გარკვეული ნაწილი შეკრებილან გარკვეული კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის მიმართ და ამ საკითხთან დაკავშირებით თურმე ერთობა ერი ბერი მივესალმები ორივე ხელით, რათაც მეტი სასულიერო პირი იქნება, ამდენი მით უკეთესი. მაგრამ ქვეყანაში არსებობს ოფიციალური სტრუქტურა. და
და ოფიციალური სისტემა, რომელსაც ევალება ის, რომ ცალ-ცალკე სასულიერო პირები კარგია, რა თქმა უნდა, გადასარევია, ბრწყინვალეა და ეს სამადლობელი არავისთვის არაფერი არა, ქართული მიწის მადლი ყველასთვის მშობლიურია და ასეც უნდა იყოს, მაგრამ ასევე უნდა რატო არ აკეთებს ამ განცხადებას ოფიციალური სინოდი? რატო ვერ ვგებულობთ ჩვენ ოფიციალური სინოდის პასუხს? როდესაც ყველამ კარგად იცის, რომ პატრიარქის სიტყვები მიწის გაყიდვის უფლება არ აქვს არც პატრიარქს, არც პრეზიდენტს, არც იმას რა ქვია მეფეს და არავის. არა, დუმილი, რაღაც ჯგუფი იკრიბება, მივესალმები ყველას, კი ბატონო, ანაფორების გახდმა შეიძლება მოგიწვიოთ ხელში ხმალის აღებამ და წინ წასვლა სამშობლოს დასაცავად. ასე იყო ისტორიაში და ასე იქნება და მივესალმები, კი ბატონო. ამ ყველაფერს, მაგრამ ახლა მე მაინტერესებს სხვა რაღაცაც. აქ უამრავი კითხვებია გაჩენილი. ერთ ის საპატრიარქოს მიწები, რომელიც ზევით იყო, რომელზეც შენდება უშუალოდ ეს არაბული ქალაქები. ვინმე წილში ხო არა შემთხვევით საპატრიარქოს ისეთი როგორც არის იაკობი. ისეთი როგორც არის ჯაღმაიძე. იმიტომ რომ ამათ ბიზნესები და ფული და ქონება უფრო აინტერესებს, ვიდრე ღმერთი და სარწმუნოება. და რატო არ იღებს საპატრიარქო? აი ეს მოღალატეები ხო არ აჩერებენ ამას, რომ ხალხში პირდაპირ მოღალატე დაერქვას? და ამიტომ იყო ბრწყინვალე ნაბიჯი გადადგმული, ნამდვილად ის რაც იყო იქ ჩატარებული. არ ვიცი მე ვის რა პრეტენზია აქვს, ეს პრეტენზიები თქვენთვის შეინახეთ უყველა. მოვა დრო და ყველა შეგვიძლია ვილაპარაკოთ, ჯერ ქვეყანა გადავარჩინოთ, სამშობლო გადავარჩინოთ და ეს პრობლემა მოიხსნას. და მერე იყოს დანარჩენი. და გასაგებია რომ პირველ რიგში ვისაც აქვს ამ ყველაფრის შიში, ეს არის ქოცური ჭეშმარიტი ქოცური უშიშროება, რომელიც ქოცური უშიშროებას მუშაობს მთელი ამ ხნის მანძილზე, რომ არ იქნას რამენაირი ერთობა დამდგარი ნორმალურ ჯანსაღ ქართველებში ამ საკითხთან დაკავშირებით და ყველა იყოს ცალ-ცალკე უბერავდეს, ურიკინებდეს და ის ამის მომხრე იყოს, ეს ამის მომხრე იყოს, ეს ხალხი ზოგი იქეთ გაიყოს, ზოგი იქეთ გამოიყოს, მერე ეს ხალხი გადაკიდონ ერთმანეთს და დაერიონ და ჭამონ ერთმანეთი. შემთხვევით გასაგებია ეს ყველაფერი ახლა ეს დაშალე და იბატონეს პრინციპი, რა ვიცი, როდიდან მოდის. და ეს მიმდინარეობს და ახლა ამ ტექნოლოგიას როგორ შეფუთავენ, ეს ცალკე საკითხავია. იმიტომ მე მაგ ელემენტარული კითხვა ჩვენ მე მიმაჩნია, ვინც ამ რთულ მომენტში არის ერთობის წინააღმდეგი, ვინც ხელს უშლის ერთობას, ყველა არის მოღალატე. ისეთივე მოღალატე, ვინც მიწის გაყიდვის მომხრე და გამправებელია. და მე ვეუბნები აბსოლუტურად ყველას ვეუბნები, რომ ეს არ უნდა იყოს დაფარული, ახლა პროცესები მიწის ყველას უნდა დაერქვას თავისი სახელი. ამდენი ხანია უბრალოდ, რაც ეს გამოვაცხადეთ, რაც ის ნაბიჯი გადავდგით, აი გენაცვალე მახო, რა ვიცი, უფლისწყალობით როგორ უნდა ვიყო ახლა ამაზე რომ ვსაუბრო. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ გამოცხადებულია ერთობა, ყველას შეთავაზებული არის ერთობა, გადადგმული არის ეს ნაბიჯები ამ საკითხებთან დაკავშირებით, რომ ერიდაბერი ვიყოთ ოფიციალური განცხადებით და ისეც და ასეც და ერთიანი არაოფიციალურად და ოფიციალურადაც და ეს დღეები არის დაწყებული, არის კატასტროფული ისტერიკა. არ ვცემდი პასუხს, არც დღეს არ ვაპირებ პასუხის გაცემას. სიმართლე გითხრათ, ხო? აი ნამდვილად არ ვაპირებ პასუხის გაცემას, ვიღაცა ვიგინდარებს აუყვე. ვიღაც შეიძლება შეცდომაში არის შეყვანილი, ვიღაცა რელიგიურად ლაპარაკობს ამ საკითხებთან დაკავშირებით და გასაგებია ახლა ეს და არ ვცემდი ამ ხალხს პასუხს, იმიტომ რომ არც დღეს არ ვცემ ამ ხალხს პასუხს. მე მინდა უბრალოდ ჩემს აუდიტორიას გავაცნო ეს ყველაფერი, როდესაც აი ეს რთული მომენტი არის დამდგარი, ვინ რას აკეთებს, ვინ როგორ მოქმედებს, რომ მერე კითხვები არ გამოჩნდეს, რომ ის რატო არა, ეს რატო არა. არ ვიცი მე, შეთავაზებული ამ ხალხს ერთობა, რო კითხო ამ ხალხს ღმერთი წამს, სამშობლო უყვართ და მე მინდა ეს ხალხი გაჩვენოთ, ხო? მე მინდა ეს ხალხი გაჩვენოთ. ახლა სასულიერო პირებზე კარგად იცით სასულიერო პირებზე. ადონი სპირიდონ ციფურიშვილი და იაკობ მესტვირიშვილი გამოვიდნენ, დაგვიწყეს რელიგიური მოტივებით ჭკვრის სწავლება, რომ იქ თურმე ხალხი არ უნდა წასულიყო. მე არ ვიცი, ვერ ხვდები 2000 მღვდელი არის ქვეყანაში, 1000-მდე ბერი არის და 500-მდე მონაზონი არის და არავის არ გამოუხატია
მსგავსი დამოკიდებულება ამ ორმა ადამიანმა რაც გამოხატა და სხვათა შორის შემომთავაზეს ბატონ სპირიდონთან დებატები მე სიამოვნებით გაგისაუბრებით სპირიდონის კიფურიშვილის მიმართავ თქვენ შემოგითვალეთ კიდეც გაგესაუბრებით ოღონდ როდესაც ჩაივლის ეს აქცია გადაივლის 7 დეკემბრის აქცია აუცილებლად გაგესაუბრებით მას შემდეგ იმიტომ რომ შემდეგ მე არ მომაწეროს ვინმე რომ თურმე მე რაღაცის და ვიღაც იმიტომ რომ მე ძალიან ბევრი კითხვები მაქვს ამ საკითხებთან დაკავშირებით და არ მინდა უბრალოდ სანამ აქცია არ შედგება და არ ჩატარდება ეს ყველაფერი მანამდე ვიღაცამ რაღაცა ისედაც ხელის მოსაკიდებელს ეძებს ის ძალა და ის ხალხი რომელი ხალხის სულიერი მოძღვარი ხართ თქვენ რომელ პოლიტიკურ ძალასაც წარმოადგენთ და პირველი თქვენ დაიწყეთ ეს ღიად აყევით ამას რა ვიცი დაგვებრალეთ პატრიარქის შეურაცხყოფა დაგვებრალეთ იქ 1000 უბედურება ულტიმატუმებით საუბარი ვინც ნახა ყველამ ნახა იქ რაც იყო და როგორც იყო ხო აბსოლუტურად ნორმალურად აბსოლუტურად ჯანსაღად და აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო გადადგმული არაფერი თქვენი წინასახმეტყველებები იქ არ ახდენილად არ მომხდარა ამიტომ სისულელე იყო თავიდანვე, არ შეიძლება ბევრმა შეცდომაში შეგიყვანათ ამ საკითხებთან დაკავშირებით, თუმცა ეს შემდეგ იყოს ამ თემებთან საუბარი, მაგრამ აი მაგ თქვენი პარტიის ზოგიერთი წევრი აი მანამდეც და იმ დღის მერეც გაგანია ისტერიკა აქვთ ატეხილი, ნუ აი ახლა მე მლანძღავენ, მე ფეხებზე მკიდიხართ. ჩემი მლანძღველები, იმიტომ რომ მე ვიცი რომ ჩემი საქმით არ უნდა გავიხადო, ჩემი თავი შესაგინებელი და დედაჩემი ჩემი საქმით არ უნდა გავხადო საგინებელი და ახლა თქვენერი დებილები რამდენი შემაგინებს, მას ულ ფეხებზე მკიდია. არ მაინტერესებს, ძნელი იყო ამის ფორმირება ადამიანში, მაგრამ დროთა განმავლობაში მივხვდი, რომ ამ გზაზე ესეთი წყეულები ბევრი გამოჩნდებით, რომლებსაც მიზეზი არ ჭირდებათ იმისთვის, რომ ვიღაცას ლანძღოთ და აგინოთ. ხო, აი აქედან გამომდინარე პასუხობთ ეხლა რა და მინდა რომ უბრალოდ საზოგადოებამ კარგად იცოდეს ვინა ეს ხალხი და მე მედამანების თავი ასე რომ ვთქვათ ნაწილობრივ მედამანების თავი და ეხლა რო არ ავყევი ამათ პროვოკაციას და ეხლა დაიწყეს ყველას ლანძღვა ჩვენი გაერთიანების დამფუძნებლების უფროსი ადამიანების განათლებული ადამიანების ღვაწლმოსილი ადამიანების და მინდა უბრალოდ წარმოგიდგინოთ მე თქვენ ეს ადამიანები და დაშენ ახლა თქვენ იცოდეთ თავიდანვე რომ მერე არ იყოს ვინმესთვის სიურპრიზი შემოკარგება ერთობაზე ერთად მიწისთვის ბრძოლაზე ვისგან რა პასუხები მივიღეთ რა აი შემოგთავაზებთ არ ვიცი ალბათ ბევრისთვის ეს ადამიანი ალბათ ნაცნობია იმიტომ რომ ინტერნეტში კარგად აქვს ეს რა ქვია და მეც ვიცნობ პირადადაც ვიცნობ ვინცა ეს ირაკლი ანთიძე რო შეხედა ვითომ სასწაული მორწმუნეა და ვითომ რაღაცა გასაგიჟებელი ვითომ ფანატიკოსი ის არის რა ქვია ქრისტიანი მაგრამ მოყვას ის სიყვარული ამ ხალხმა არ იცის ერთობა ამ ხალხმა არ იცის მიწის ფასი ამათმა არ იცის და არ ვიცი რა ქრისტიანი ხარ ვერ ხვდები მე ამაგას მაგრამ ნუ კაი ჯანდაბას ხო ეხლა როცა მე ჩემი ქვეყნისთვის არაფერი დამიშავებია როცა მე ჩემი ქვეყნისთვის ჩემი ცხოვრებით არ მივვნია არაფერი ბოროტება არ გამიგეთებია არავისთვის არაფერი წამირთვია არავისთვის არაფერი მომიპარია არაფერი არ გამიყიდია მე მგონი ამ დროში და სივრცეში ადამიანი გამოვიდეს და ესე იგი ელემენტარული რაღაცა ავიღოთ ხო ბიჭო აი აქეთ არის ერთი თქვა გიჟი ერმილე ნემსაძე ვიღაცა ხო აი თუნდაც ღვთის გლახა გადარეული გიჟი აი ჩემი ლანძღვის დროა ახლა? ჩემი ლანძღვის დროა ახლა? ამ დიშლას ვეკითხები და აი ქვემო ჩამოყალიბულ კოლექტიურ დიშლებს, ვინც ტაშფანდურს უკრავთ ამ ყველაფერს. რო გითხოთ, ხალხმა დიდი მორწმუნე ქრისტიანები რო ხართ და სამშობლო რო გიყვართ და ლიბერალების. ჩემი ლანძღვის დროა ახლა? ჩემი ლანძღვისთვის იცვლით? სად შეიძლება გამოვიწერო ერმილე ნემსაძე მაიყოფილა ერის გადამრჩენელიო და ასე და აი მე დედა ღმერთო შენ მიშველე რა ჭკუის გამოწერა რო შეიძლებოდეს ის უნდა გამოიწერო და ჩაიდვა თავში მაგრამ რაც დაიბადა ადამიანი იმათ კვდება საბოლოო ჯამში და როგორც ერთი რამიდან სალამური არ გაითვლება ისე შენგან ნორმალური ადამიანი არ გამოვა და იმ ტაშის მკვლელებიდან ვინც ტაშს გიგრავს მე გეუბნებას
ძალიან მშვიდად, ძალიან წყნარად, ყოველგვარი ემოციების გარეშე არც ვინმეს არ გეგონოთ ხალხოვნი ახლა. რაღაცის წინააღმდეგ მიდით. აბსოლუტურად ყველა აქციაზე მიდით. რომელიც შეეხება ქართული მიწის გაყიდვის წინააღმდეგი ვინც იქნება. და სადაც გაიმართება. ჩემი მხრიდან მე გეუბნებთ, ვისაც შეგიძლიათ. მიწა ყველას გვაერთიანებს. მაგრამ ამ მიწაზე გულანთებული ქართველებიც დადიან, მოღალატეებიც დადიან, ნაბიჯროებიც დადიან, 1000 დადის, 1000 ნაზირალა დადის. და ახლა კიდევ სხვა ხალხმა უნდა იაროს, თლათ ვაფშე გადამთიელებმა და ამიტომ ვიაროთ ყველას გვაერთიანებს ეს ჩვენი მიწა და არ ვიყოთ ერთმანეთის მჭამელი. კაი, გასაგებია, მე ესე იგი ქოცებზე, ნაცებზე, არაბებზე ყველაზე მეტ საშინელი ტიპი ვყოფილ ვარ. და ეს საშინელი ადამიანი თურმე, ჩემნაირი საშინელი ადამიანი თურმე რამენაირად უნდა იქნას დისკრედიტებული და მხილებული და რა ის ამასთან, რა ის ერთობა და რის ერთობა. ვიზა ჯანდაბად უნდა ხარ შესაძლოა და ან ის რეგვენები ქვევით კიდე კომენტარებს როგზე რა გიკეთებია თქვენ ცხოვრების მანძილზე ამ ქვეყნისთვის რა გიკეთებიათ თქვენთვის მოიგონეს ინტერნეტი თქვენთვის მოიგონეს ფეისბუქი თქვენთვის მოიგონეს TikTok-ი თქვენთვის აი ამ ფარისევლებისთვის და აფერისტებისთვისაა მოგონილი ეს რომ რაღაცად გაასახოთ რა საქმეში აგერ ჩანს ვინ ახარ და რაც ახარ. აი ამას გავანებოთ თავი რა. გავანებოთ ამას თავი. აი ახლა კიდე ამდგარა ბიჭო რაიც რამდენი უწვალია და უმუშავებია ამ ადამიანს ამდგარა კაცო და აგე რა თურმე ბოლო 4 ვიდეო ჯერ მოусმენია ჯერ კაცი რო ადამიანი რო გეზიზღება და იძულებული ხარ მის ლაპარაკს უსმინო ამაზე მეტ საშინელება ხო არაფერი არაა კაცო. ამას რო ზიზღით და გესლითაც აქვს გული გავსებული და ტვინი და აზროვნება და ეს და თან ამ დროს ვიღაცა რო ეუბნება კიდე რო უწერს რომ მიდი ლანძღი აგინეო და 4 ვიდეოს უყურებს წერს ამხელა სამუშაოს აკეთებს და დებს მის სასტავში ეგ არის მაია დვალიძე როა კიდე ის მაგარ ჩამოყალიბებული ყალიბიქალი და შეკრებილი ამათი სექტანტები და მლანძღავენ. თურმე ჩემი ლანძღვის რო ხარ თქვენ საქართველოს თუ გინდათ ახლა გადაარჩინოთ. თქვენ თუ გინდათ ერი გადაარჩეს. უნდა მოკიდოთ ვიღაცამ იარაღს ხელი და დამხვრიტოთ. გაიგეთ? და საქართველოს გადარჩება. ნაციკოცის გამოსწორდება, მიწას არ გაიყიდება. მოკლედ არაფერი პრობლემა აღარ იქნება ერმილე ნემსაცეს თუ დახვრიტავთ. მე თუ მომგლავთ, ლანძღავთ, მინიმუმ უნდა მაგინოთ. უნდა მაგინოთ, უნდა მლანძღოთ, უნდა მათახსიროთ, ნაბიჯვარი ჩატლახი არა, უნდა მეძახოთ, ამით დამტკიცებთ თქვენ პატრიოტიზმს. აი ამ დონის ჩამოყალიბებული ავადმყოფური ტვინის დებილი ადამიანები როგორ შეიძლება ამათგან რამე კარგი წარმოიშვას. წაიკითხეთ იქ ქვემოთ რა კომენტარები წერია. და აი შეხედეთ უბრალოდ ამ ავადმყოფ ხალხს. და მე ესენი გამოვლენ, ესენი დაგიწყებენ ღმერთზე, სამშობლოზე, ემაზე ლაპარაკს და არ ვიცი, საღოლ ირაკლიკო შენ და მაგ სექტას, მაგრამ ეს შენი მოფიქრებული არა, ჩემო კარგო. ეს არა შენი მოფიქრებული. და არც ესა რა ქვია, არც სხვათა შორის ჩემო კარგებო, არც ამის ავადმყოფი ტვინიდან იყო ეს წარმოშობილი ადამიანი. ლუკა, მომისმინე ჩემო კარგო ადამიანო, მომისმინე ერთი წუთი, კარგად გეტყვი რა. შენ თუ სექტანტი არ ახარ და შენ თუ ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ხარ, აგერ აი ქვემოთ ყველასთვის აგერ ქვემოთ არის მიმაგრებული, ცხონებული აცხონოს მისი სული. როგორ მენანება, იცით, ზუსტად გამსახურდია ასეთი ხალხისთვის ის უნდა იყოს ახლა მიწაში და ამდენ ბიდლას რო უყურებ, ეგენი უნდა იყვნენ ზევით, არ ვიცი, უფალოდ აგელოცო სამართალი, შენ უფრო იცი ყველაფერი. მაგრამ შებრძანდით აგერ, ვისაც გაინტერესებთ, მიმაგრებული მაქვს ლინკი ჩემი YouTube-ის არხზე მაქვს დადებული. და შებრძანდეთ აგერ და ნახოთ ცხონებული ზვიად გამსახურდიას დამოკიდებულება ეკლესიასთან, ერის და ბერის ერთობაზე და სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებასთან დაკავშირებით. აი ჯანსაღი დამოკიდებულება თუ ერი და სახელმწიფო როგორ უნდა იყოს ერთი. და შენ არავინ გეკითხება, ლუკა.
ადამიანები დიდი ჯულის კანონის ფარგლებში, ზრდილობის ფარგლებში, წესიერების ფარგლებში, ადამიანობის ფარგლებში სად შეიკრიბებიან? რას იტყვიან? როგორ იტყვიან და თქვენ, აი, შენ მაგალითად, აი ამას, დანარჩენს კიდე იაკობას, მესტვირიშვილს და იმას არავინ არ გეკითხებათ თქვენ. თუ ადამიანის ჯულის კანონს არ არღვევს, მისი ქრისტიანობა ჯერ თქვენ მინახართ, რომ ქრისტიანულად განიკითხოთ. მაგრამ მერე და მეორე, როდესაც სამშობლოს და მიწას ეხება და როდესაც ჯულის კანონით გელაპარაკებათ ადამიანი და ჯულის კანონით ითხოვს ერის და ბერის ერთობას, თქვენი სალაპარაკო არა, თქვენი ადგილი იცოდეთ უბრალოდ. ადგილი იცოდეთ თქვენი. რა არის შენი მოსაწონი, რა არ არის შენი მოსაწონი? ჯერთი უფროსი ადამიანები იყო ძირითადად იქ შეკრებილი. მარტო ამ ადამიანების ბიოგრაფია, ერთი ადამიანის ბიოგრაფია აწონის თქვენსაც ერთად აღებულ მთელ თქვენ ამ სიბინძურეებს, ვინც დგამთ და იგონებთ თქვენ ბიოგრაფიას. მინუსებში გადახვალთ კიდე. და მე მგონი არ ესწავლება თქვენგან ჭკუა იმ ადამიანებს, ვინც ქვეყნისთვის თავიდადო არაერთხელ სამსხვერპლოზე და იმ ადამიანებს, სხვათა შორის, რომლებმაც სარწმუნოებრივად და ქრისტიანულად თქვენზე მეტი გააკეთეს. თქვენზე მეტი გააკეთეს ამ ქვეყნისთვის. ხო და არ არის ეს თქვენი განსაკითხავი, გაიგეთ? მე გეუბნები ადამიანს ლანძღვა გინების ყველაფრის გარეშე. გეუბნები ამას. და მე გაგახსენებ თქვენ ჩემო კარგებო, არა არქივს ყველაფერი ახსოვს, მე გაგახსენებ თქვენ, როდესაც ჩვენ ვიყავით ასევე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან მისული, ჯაღბაიძის განცხადებაზე, თუ როგორ შეიძლება ბერთუბანი, ჩიჩხიტური, აღდგომის ტაძარი, უდაბნოს ტაძარი, ისა უდაბნოს მონასტერი ესენი არ შეიძლება იყოს საქართველო და იყოს აზერბაიჯანი. და მაშინ თქვენ და თქვენმა სექტამ, აი სექტანტებმა, სხვათა შორის გულამ ფალავანდიშვილი ედგა ამ ყველაფერს სათავეში, მოიგონეს ის, რომ თურმე ჩვენ ვიყავით პატრიარქის მაგინებლები და მლანძღველები ვიყავით პატრიარქის და მის მერე მაბრალებთ მე, რომ პატრიარქს ვაგინე. მის მერე. მაგრამ ხალხ თქვენ ეს გონიათ ესე ხდება? არ ხდება ესე. ეს არის ჩამოყალიბებული უშიშროებიდან ჩამოყალიბებული ადამიანების ჯგუფი, ზომბირებული, დაავადებული ადამიანების ჯგუფი, რომელ ადამიანებს ახლა შეკითხა ამას რა უნდა ელაპარაკო. აი იმაში რომ დადასტურებაში რომ ოტოიაო რო დარბის და სიმართლეს ვითომ რასაც ფიქრობს ხალხი რო ალაპარაკებენ. აი ეს ხალხი და გამოვლიან ასე და დაგწამებენ ცილს, რომ მიდი ახლა მე თელ ცხოვრება იმართლე, თავი რო არ გიგინებ. მე დავდებ იმ ვიდეოს. ისა რა ქვია, დავდებ იმ ვიდეოს, როგორ ვიმყოფებოდით მაშინ, როდესაც თქვენ ლაკორიაში იყავით, სოროებში იყავით შემძვრალი, ხმას არ იღებდით, როგორ აურია ხალხს ჯაღმაიძემ, იაკობამ, სხვებმა ტვინი, პროტესტი განურდა, დღესდღეობით კი გარეჯის ის ტერიტორიები აზერბაიჯანის მხარეზეა. თუ არავის გაუკეთებია განცხადება არც მაშინ, არც ჩვენ არავინ გამოგხედა. დღეს იგივე სცენარი გვიდევს წინ. არაფერი არ თქვათ, არავის არაფერი არ თქვათ. არავანა არა განცხადება არ გააკეთოს, იმან არაფერი არ თქვას, თქვენ იყავით ჩუმად, ვინც ამას გააკეთებს, ის არის ბნელი, მოღალატე, მის მაგინებელი, ამის აგერა რა ყავთ, ოტოიაოს მაზახებელი ხალხი? აგერა რა ყავთ, ეს გამოსწირებული ეს და მისნაირი ქინძები ქვემოთ მოყოლებული? რატომ ვიწუხებ როსტომ, იცი? ერთი მარტივი მიზეზის გამო. გადაივლის ახლა ეს პროცესები და ყველამ უნდა იცოდეს, ვინ არის ამ ყველაფრის წინააღმდეგი. ვინ არის ერთობის წინააღმდეგი, ერთად დგომის წინააღმდეგი. მერე რომ ვიღაცას არ დაბრალდეს. 21 საუკუნეა, 1000 მტკიცებულება, 1000 რაღაცაა და დადონ. ყველამ თავიანთი ნამოქმედარი და უნდა იცოდეს ეს საქართველოს ისტორია, რომელიც ხელის გულზე იწერება. არც ამის გამო გავცემდი პასუხს სიმართლე გითხრათ, კი ბატონო, ეხლა თაჯექით მიყურეთ და ინერვიულეთ. გული გისკდებოდეთ. აი, ეხლა გამოხდნენ, უკვე ბოლოს უკვე რო ვიღართ აფარეს, ესე იგი, ეს თავიანთი ბოღმა და ზიზღი და აგერ ეხლა დაიტაკენ აი ამ ხალხს, მოძრაობის ლიდერებს. აგერა 4 კაცი აგერა,
და წავიდა მათი ლანძღვა, გინება, ბულინგი, ნაფტალინიდან ამოღინებულები, პენსიონერები, ის ასეთი. რომელი ერთის ფეხის ნაბანები ხართ თქვენ? ელემენტარულ კითხვას გისვამთ. რომელი ერთის ფეხის ნაბანები ხართ? ან გინდა ეს ანტიძით დაწყებული და დაამთავრებული კომენტარებში ვინც რას გიწერიათ. ეს ხალხი, ეს არის ამიჯერეთ რა. ასეთი ვითომ რო შეხედავდა დებილის შთაბეჭდილებას რო ტოვებს, არაფერი დებილი არ არის სინამდვილეში, ასეთი ელემენტები ეროვნულ ფლანგზე გამოდიან, ხან ამ პარტიის სახელს ირქვამენ, ხან ამ მოძრაობის სახელს ირქვამენ, ირგვლივ იკრიბავენ მისნაირ სექტანტებს და იწყებენ მერე ამის ლანძღვას, ხალხის გათახსირებას, გინებას, შეურაცხყოფას. მერე ამათვისაა მოგონილი ეს Facebook-ი, TikTok-ი ავარდება ეს ყველაფერი ცავა და ამით რა რჩება? ამით არის ძალიან მარტივად ყველაფერი გასაგები, ამით რჩება გემრიელი და კმაყოფილი სახელმწიფო უშიშროების სამსახური, რომლის სათავეშიც დგას ამ მომენტისთვის ბატონი მდინარაძე, რომელიც არის თქვენი მეგობრის ძვირფასი ადამიანის კოკა მორგოშიას ნათლი მირონი და ნათლი მამა და ნათლია ერთმანეთში რას თვლიან და რას ლაპარაკობენ, ეგ ნაგად მაიცოდნენ და დებილი ნუ გონიათ ხალხი. იმიტომ რომ მაგაც იმ თქვენ მოძრაობაში უამრავი ადამიანი სვამს კითხვას, რომ ასე რატო ხდება, რატო ერთობა არ დგება, რატო არ ხდება შეკრება, რატო ამდენი ხანია პასუხია, ხელია გამოწვილი, პასუხი არ მოგცვლით, პასუხი არ გაგეცეთ. ძალიან დაკავებული ხალხი ხართ და ვერ გაიგეთ და ვერ მივიდა თქვენამდე. აი ბატონო, მე ყველას მოგიწოდებ, წახვიდეთ. მე ყველას მოგიწოდებ, სამშობლოს ირგვლივ გვერდისგვერდ დადგეთ. მაგრამ იცოდეთ, აი ესეთი ადამიანები, ვინც პატრიოტიზმის როლს თამაშობენ, თანდათან ყველა გამოაჩენს სახეს. ანუ ამ დროს, ამ რთულ დროს, ამ რთულ მომენტში თურმე ჩვენ ვართ პრობლემა. ვისაც ერთობა გვინდა და ვისაც სამშობლოს მიწის დაცვა უნდა. ნუ ბევრს აღარ გავაგრძელებ ამ საკითხთან დაკავშირებით, ძალიან ბევრ რაღაცას უყურებ, ძალიან ბევრი ინფორმაცია არ ვლაპარაკობ. უბრალოდ გცემთ პასუხს იმ ცილის წამებაზე და იმ ჩირქის მოცხებაზე. ის პასუხიც არ ქვია ამ ყველაფერს, ფაქტების კონსტატაციას ვახდენთ, ვინ როგორ იქცევით. მერე ის რო არ თქვათ, ეს ასე არ ყოფილა და იქ რო ხვევით კომენტარებში რო ხარ ჩამოყოლილი კიდე და ამხელა გესლ და შხამს და ბოდიშ და სისხლს რო შარდავთ. გამოდით ახლა ერთმა ადამიანმა და თქვით. ერმილე ნემსაძემ გაგიყიდათ სამშობლო? ერმილე ნემსაძემ მოახვია ქვეყანას კოჰაბიტაცია? ერმილე ნემსაძემ მოახდინა ესა რა ქვია LGBT კანონების მიღება? ერმილე ნემსაძემ მოახდინა ეს ყველაფრის დისკრიმინაცია, დისკრედიტაცია ეროვნulis? თუ დავით ჭაბუკაშვილმა მოახდინა? თუ როჭიკაშვილმა მოახდინა? თუ გობეჩიამ მოახდინა? თუ ბატონმა დემურ გიორხელიძემ მოახდინა? რომელმა მოახდინეთ ეს ჩვენ რო გვებრძვით? გამეცით პასუხი. ხო ხართ მაგარი ქართველები, ხო ხართ მაგარი ქრისტიანები, ხო პოლიტიკოსებიც ხართ, რო გკითხოთ ადამიანმა და რა ვიცი, მე მგონი ჩვენნაირი ადამიანებს მასეთი რაღაცა და ჩვენნაირ ადამიანებს მასეთი რაღაცა არ გაუკეთებია და ჩვენ თვლით, რომ ბრძოლაში დასაკარგი ჯარისკაცი არავინ არაა და რა ვიცი, თქვენ იმის მაგივრად რომ მართლა იმით იყოთ დაგავებული, რომ ვინ გაყიდა, როგორ გაყიდა და სხვა შორის რა კომენტარებს წერთ? აი გაქცია ჩაატარეს გრანდიოზული გაყიდული საქართველოს გამოფენა იყო. 127 მილიონი კვადრატული მეტრი მიწა გაყიდული თავისი საკადასტრო კოდებით და თავისი ფოტოებით იყო გამოფენილი რუსთაველზე. აუ იქ რო ხალხი არ მივიდა. მე თქვენი სიცხელი რო არ მიდით. ფეხებზე კიდიათ ქართული მიწა. არ გადარდებთ. ის მარ ჭაბუკაშვილის მიწა იყო? გიორხელიძის იყო? გობეჩიასი იყო? როჭიკაშვილის იყო? ერმილესი იყო? სამშობლოს მიწა არ იყო? კაციშვილი არ გადით, არ ნახეთ. თქვენივე წევრმა დაგირეკათ იქედან და გითხრათ, რა შვებით, რატო ჩვენო არ მოუწევი ვართ. მოსაპატიჟებელი წერილი ხო არ გინდოდათ? და თქვენი წევრებიც იყვნენ იმ აქციაზე. აი იქ საპატრიარქოსთან. არ თვლიან ის თქვენი წევრები, რომ ჩვენ მასე მოვიქეცით და რატო აკეთებთ ამ ყველაფერს?
ჩემთვის გასაგებია რატოაც აკეთებთ და ყველა ნორმალურისთვის გასაგებია ყველაფერი გაგრძელეთ ვიზია გაგრძელეთ და სადამდე თუ მიგიყვან ტაძრამდე ირაკლი ანთიძის გზა და ეს აბა თქვენზე დამითმია ესა რა ქვია ბურთი და მოედანი და აი თქვენ მოგიგვარებიოთ ეგ ყველაფერი სირცხვილია იცი აი მე მწვენია რომ ამ ხნის ადამიანები სხვათა შორის კომენტარებში შეხვდით ქალები კაცები რო კითხოთ ბიჭო შემდგარი უკვე ასაკში რა საკითხთან დაკავშირებით ვის კბეთ ვის არ მიყვანთ ამილა ჩემი მტრები იყვნენ კაცო ჩვენი ყველას მტრები იყო სამშობლოს მტრები ნუ იქნებიან აი მე ცუდი ვარო ხო ცხონებული ზვიადი ამბობდა საქართველოს რა დააშავაო კაცო რა დააშავა საქართველოს აი მე ცუდი ვარ აი დავითი ცუდია დემური ცუდია გიგლა ცუდია ყველა ცუდები ვართ საქართველოს რა დააშავა რა დააშავა ჩვენ ხო იმას ხوار ვიძახით რომ ქართული მიწა გაიყიდოს ჩვენ ხო იმას ვიძახით რომ საქართველოს მიწა ქართველების ხელში იყოს ამიტომ ვარ ცუდები რა ბოდვა უბრალოდ შებრძანდით ერთი და წაიკითხეთ რა ბოდვას წერენ თავისი მუდლები ყავთო თავისი მაგი დაიწერა სახელმწიფო უშიშროების სამსახურში და შინაირ დებილ წყვილპირში მისცეს რომ მიდი აფრიალი ახლა და ერთობას შეუშალე ხელი სხვა კიდე ბევრი რამ აი თქვენნაირი ესეთი ბიდლა ბიონაგავი ადამიანები აი ზუსტად ამისთვის არიან შეკრებილები და ყველამ უნდა ვიცოდეთ ამ ხალხის მე სახელი გვარი და ასე შემდეგ მიდით ერთ რაღაცას ვიტყვი რა მე სხვანაირად არ ჩამითვალოთ რა აი მანდილო ხო შემიგინებია ხო იმისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია ხო მშვიდად წყნარად ხო ადამიანურად გცემთ ყველას პასუხს რადგან ქუჩის დონეზე იცით ლაპარაკი და ქუჩის დონეზე გჩვევიათ ეს რაღაცა წაბილწური ლაპარაკები ხო მაშინ ასე გეტყვით ქუჩაში ასე იყო ნათქვამი ვისაც არ უნდა ერთობა მოუტყან ურთიერთობა ხო და მოგიტყანთ ურთიერთობა ვისაც ერთობა არ გინდათ მორჩა დავამთავრე მიან თემაზე საუბარი ახლა მე თქვენ ჰაგიოგრაფიულიანით ვერ დაგელაპარაკებით ადამიანურად თქვენთან ლაპარაკს აზრი არ აქვს პრაგმატულად ლაპარაკს აზრი არ აქვს ღირსეულად ლაპარაკს აზრი არ აქვს განათლების ენით ლაპარაკს წყლის ნაყვა აგესაუბროთ ხო და აი თქვენ გასაგებენაზე გეუბნებით ვისაც ქართული მიწისთვის არ უნდა ერთობა ყველას მოუტყან ურთიერთობა გაიგე შენც და იმ დასირებულებმაც იქ აბა თქვენიც გაგრძელთ ეგ ყველაფერი ეხლა რა შეიძლება მოვბრუნდეთ აქეთკენ არავინ იცის რა სცენარები იწერება უშიშროების სამსახურებში არ ვიცი რა გეგმები აქვს ქოცებს ფაქტია რომ ეს ძალა უკვე რომელმაც არათუ ვიღაც ნაც სალიბერასტეთ სასოროსეთი მოიძულა ბიზნეს ფულების გამო მოიძულა ის ხალხი რომელიც ნორმალურად აზროვნებდნენ და სამშობლოს გიყიდით და შეეგუეთო თავისიანებივე მოიძულა ირაკლი ღარიბაშვილის თამადობით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ფაქტია რომ ასე თუ გააგრძელებენ ისინი აუცილებლად გარდაუვალი საკითხი იქნება რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა და რიგგარეშე არჩევნებში ალბათ მე ხელახლა აი ამ ყველაფრის ის კიდევ ერთხელ გეუბნებით ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანება არ წარმოადგენთ პარტიას ჩვენ არ აქვს პარტიული მიზნები ჩვენ არ აქვს პარლამენტში შესვლის არც მუღამი არც ის ამიტომ ვისაც გააქვთ და შეიძლება ამ სცენარებს გეუბნებიან რომ მალე იქნება არჩევნები და თქვენ ამ ქულებს დააგროვებთ, ის ამ ქულებს დააგროვებს. მერე თქვენ თეთრ ცხენზე შეჯდებით და ასე იქნებით, ხო?
კბილები არ წაგაგდებიოთ მაგ ყველაფერმა. კბილები არ წაგაგდებიოთ. იმიტომ რომ საერთო ჯამში მე ამ ყველაფერს ისე შევხედავ, რომ აი ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში. მოსალოდნელი არის ყველაზე, ასე რომ ვთქვათ, დიდი ალბათობით მოსალოდნელი არის რა? რეჟიმმა განიცადოს ტრანსფორმაცია. არა თუ ქოცებში, არა ქოცები კი არ შეიცვალონ. ისევე როგორც 2003 წელს მოვიდა ესა რა ქვია ნაცები და ტრანსფორმაცია გაკეთდა მოქალაქეთა კავშირის და აქ ვიღაცებს ილუზია შეექმნათ იმის, რომ თურმე თავრობა შეიცვალა და ახალი ძალა მოვიდა და ეს შევარდნაძეს ხელი არ მოუკიდიათ, დაჯდნენ მშვენივრად მოდერნიზებულმა მოქალაქეთა კავშირმა გააგრძელა ქვეყნის ჯიჯგნა, ახალგაზრდულ მოქალაქეთა ახალგაზრდულმა კავშირმა მოდერნიზებულმა გააგრძელა და მოვიდა ეს შედეგი. შემდეგ როდესაც 2012 წელს ამ რეჟიმას უკვე ამოწურა, ამოჭამა, ამოალპო ყველაფერი თავისი და იყო უკვე ქართველობა მზად იმისთვის, რომ ეს რეჟიმი ჩაეკოლათ და სამოქალაქო ომის სურნელი ტრიალებდა ქვეყანაში. მაშინ გამოაგორეს ბიძგვინა ეს ჩრდილში დაფარული ნაძირალა, რომელიც იყო მთავარი შემოქმედი შევარდნაძის რეჟიმის გამაძლიერებელი, სააკაშვილის რეჟიმის გამაძლიერებელი და ახლა ეს დამასრულებელ ეტაპზე გამოაგორეს ეს, რომელმაც პირობა დადო, რომ გაასამართლებდა ნაცმოძრაობა, სამართლიანობა იქნებოდა, ახლა ყველას გვახსოვს. თქვენ გონიათ შეიცვალა მაშინ ნაციონალური მოძრაობა? მაშინაც რეჟიმმა განიცადა ტრანსფორმაცია. განიცადა ტრანსფორმაცია და გადაიქცა ქოცობად. ყველა ნაცი, უნებლივ ყველა გადარჩა გემრიელად, ბულკივით, ქონებებით შეინარჩუნეს, ფულით შეინარჩუნეს, ბევრმა შეიტყაპუნა, 99%-მა ყველაფერი შეიტყაპუნა და შეირჩინა იმ უბედურების 9 წლიან პერიოდში, რაც იყო. ეხლა 13 წლიანი და კოჰაბიტაციაში წილების გადანაწილება, ასე, ისე, ჩვენ ახლა აზე ვლაპარაკობ, ყველა მიცით, რომ თურნავათი დაწყებული, გაგრძელებული მთელი სანაგვე ქოცების კოჰაბიტირებული ნაცები არიან, რომლებიც არათუ თვითონ მონაწილეობდნენ, ფულს ურიცხავდნენ ნაცმოძრაობას იმას. ახლა ფაქტია, რომ პოლიტიკურ კრიზისში არის ქვეყანა შესული და ლეგიტიმაციის პრობლემა აქვს და ესენი ასე დიდხანს ვერ გაძლევენ. მით უმეტეს, როდესაც ის ტოტები მოჭრეს, რომელი ტოტებიც იმ ხალხთან ახდენდა კავშირების გაბმას, რომლებიც, რა ვიცი, კონსერვატიულად, ნორმალურად საუბრობდნენ, ყველა პოლიტიკოსი ვერ ხდებოდა რო ატყუებდნენ, იგივე ღარიბაშვილის კლანზე მაქვს საუბარი, ხო? აი პიდარასტები ვარ ესებოდათ და დასავლეთის ჯანდაბა და კისრის ტეხვა იყოს კაცო დაგვაყენონ აქეთან ოღონომი და ისე. ჩვენთანაც ჩაიჭრეს. მე ჩემ თავს არ მოვისაზრებ ღარიბაშვილის მომხრეებში, მაგრამ ვინც იმას ფიქრობდა, რომ მოდი რა მართლა განადგურდება ქვეყანა და ჯანდაბას ამათი კისერი და კინჩხი უტეხიათ, ქვეყანას დაღუპავენ. ჩვენთანაც ჩაიჭრეს. რატო ჩაიჭრეს, იცით? ღარიბაშვილის კლანის გამო კი არა. აგერა მიწა გაყიდეს და არაბებს ასახლებენ. არაბიზაციაა და არაბები ალაჰ აკბარს უწერენ, ეგეთ პირდაპირ და ჯიჰადს უწერენ იმაზე, რა ქვია, ჯვარზე და უნდა ჩვენთანაც მოიჭრეს. ვინ დარჩა ახლა ესე კობახიძე და მისი სანაგვე და ვატულია შაქარაშვილი ქუჩაში ერთი დღე რო არ გამოსულა დამოუკიდებლად რო არ უცხოვრია ეგეთი ხალხი. ახლა ამათ გონიათ, რომ ესე არ მოხდება ეს ასე. ამიტომ დიდი ალბათობით სავარაუდო არის, რომ ქოცები ამზადებდნენ რეჟიმის ტრანსფორმაციას ახალი არჩევნების სახით. ახალი არჩევნების სახის მთავარი ის იქნება, რომ რეჟიმმა ტრანსფორმაცია განიცადოს, ანტიეროვნული დარჩეს ჩვეულებრივად, აკრიბონ იქ პატარ-პატარა ძალები, პარტიული ძალები შეიყვანონ, ზოგი იქედან და ალბათ ამას ელოდება ბევრი, რა ვიცი. და ოღონდ თვალები უნდა დახუჭონ შემდეგ ამ ხალხმა არაბიზაციის პრობლემაზე, სხვა ბევრ პრობლემაზე და ასე უნდა გაგრძელდეს ცხოვრება. აი, ეს არის ავადმყოფი ბიძინა ივანიშვილის და მისი ბანდის მთავარი ამოსავალი წერტილი და ის ხალხი, ვინც რეალურად ერთობას ითხოვს და ის ხალხი, ვინც რეალურად ერთობით არიან მზად ამ ყველაფერს დაუპირისპირდნენ, ეს ხალხი უნდა იქნენ დისკრიმინირებულები, ეს ხალხი უნდა იქნენ გადაღზირებულები, არ შედგეს ერთობა. იმიტომ ერთობა თუ შედგა და
ერთობის შემთხვევაში ჩვენ რა თქმა უნდა ქართველების ერთობა იყოს და 3 მილიონი და 1 მილიონი კი არა 200,000 ქართველი იმხელა საქმეს გააკეთებს რომ პირდარჩება ღია ხალხს ეს არ უნდა მოხდეს. ამიტომ საჭიროა თავიდანვე უნდა იქნას ეს ყველაფერი დაშლილი და მერე ნაწილ-ნაწილ გადანაწილებული. ბევრი რთული ამბები ხდება ირგვლივ, არ მინდა მე ახლა საზღვრების გარეთ გახედვა, საზღვრების შიგნითაც კმარა რაც და თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი ამბები ხდება. მომდგარია ჩვენ ქვეყანას კიდე მომდგარი არის აგერ ვერ მოვიცალ ერთ გემრიელად აზერბაიჯანთან დაზაბულობის საკითხის ამბავი გავარკვიოთ როგორ იქნება და ჩემთვის გარკვეული უბრალოდ რომ გადმოგცეთ თუ რა ხდება აზერბაიჯანთან მიმართებაში ეს დღეები არის რომელიც დაიმუქრენ რომ საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების უფლებებს დაიცავენ ესე შემდეგ და ესე შემდეგ ჩვენი პრობლემები მაქვს ჩვენსაც მივხედოთ ვიდრე იმას რა ქვია ჩვენ არავინ გვეკითხება და არავინ შეგვეკითხება უკრაინაში რა ხდება და იმაში ამერიკაში რა ხდება და იმაში აქ ჩვენ მიწას მივხედოთ და ჩვენ თავს მივხედოთ და სამშობლოს ღალატს ნუ დავარქვევთ ინვესტიციას. მოღალატეებად ნუ გამოვაცხადებთ იმ ადამიანებს, რომ ვინც სამშობლოს მიწის დაცვისთვის მზად არიან და თქვენგან განსხვავებით სხვათა შორის საკუთარი სიცოცხლე მიუტანიათ სამსხვერპლოზე მიწის დაცვისთვის. საკუთარი პირადი თავისუფლება მიუტანიათ. ჩემ თავზე მაქვს ლაპარაკი, თქვენზე არა მაქვს, ჩემ ბიოგრაფიაზე მაქვს ლაპარაკი. თქვენ არავინ არ გამოგკიდებიათ დავით გარეჯის გამო და არავინც არ უნდა თქვენი დაჭერა 8 წლიანი მუხლით, რომ დავით გარეჯი საქართველოა, ამის გამო ეთნიკურ შუღლს აღვევებთო. ყველა გემრიელად წყარად ბულკებივით იყავთ. მე მგონი არა აქვს თქვენისთანა უსინდისო ადამიანებს იმის უფლება, სხვა კიდე ბევრი რაღაცეების რა. ხოდა ლუკა შეიძლება რაღაცა თუ კი ესეთი ადამიანი ხარ, რასაც წერ და რასაც ამბობ, ცოტა მეტი გაერკვიე და სანამდე სხვას დაუწყებდე უბრალოდ მითითებას რა არის სწორი და რა არის არასწორი. ხო, ჯერ იქნება შენ თვითონ გარკვეულიყავი მაგ ყველაფერში და პროპაგანდის მსხვერპლი არ ყოფილიყავი. ისეთი პროპაგანდის მსხვერპლი, რომ დამაბრალოთ მე აქ პატრიარქის გინება. აი გელოდები შენს და სხვასაც სად ვაგინე, სად შევაგინე პატრიარქს. ისი არა მე რომ გადააკეთებ და რაც საპატრიარქოში ხდება ყველაფერს ამას რო თურმე გინება მარტო გინება კი არ ყოფილა, კრიტიკაც გინება ყოფილა. ის ურჯულოება რაც იქ ხდება, ჯანმრთელობის და იმათ თამადობით. მე გაერკვია იმაში რომ იქ არაფერი ცუდი მომხდარა. გაერკვია იმაში ჩემო კარგო რომ არაფერი დანაშაული ყოფილა და არაფერი შეურაცხყოფა ყოფილა ის რომ მივიდა ხალხი და სამართლიანად მოითხოვა გააკეთოს სინოდმა განცხადება. ამაში საშინელება არაფერი არაა და ის ხალხი ვინ ჩვენ ამას გეუბნება რომ თურმე ეს ასია, თურმე ის ხალხი არასწორია. და არავის არ უპირისპირდები, ორივე ხელი გამოგიწოდეთ. თქვენ გენაცვალეთ, თქვენი ჭირიმეთ, სამშობლო ერთი გვაქვს, მიწა ერთი გვაქვს. ამიწაზე დავიბადეთ, ამიწაზე დავდივართ, მაგ მიწამ უნდა მიგვიღოს. მოდი ნუ გავატან სხვას, გავავდოთ ყველაფერი და ერთი მიზნისთვის ვიბრძოლოთ და თქვენ იმასა მინიმუმ ერთმანეთი არ ვლანძღოთ და ვაფურთხოთ. ხო, პირიქით, ხო ყველას ვეუბნები, არ ვიცი, თქვენი აქცია თუ ვისი აქცია, ყველა მივიდ. ნუ რავი ნუ გააკეთებს ამ ეროვნული საკითხის მოგვარების პრობლემის პრივატიზირებას. არავის არ აქვს პატრიოტიზმის პრივატიზირების უფლება. არავის არ აქვს სარწმუნოების პრივატიზირების უფლება. თუ იმას რეალურად სარწმუნოება აინტერესებს, ეგ არა, ჯულისგან უნდა გადაშალონ და წაიკითხონ. ხო და ნუ აყვები მაშინ ეს იმიტომ რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა და ბინძურ საქმეში ნუ რავის გამოაყენებია ცუდად თავს. მე ჩემი მითქმა. დანარჩენი აგერ თქვენ, აგერ მე და ზრდილობა მინიმუმ უნდა იყოს. აი ისეთ ბიონაგავს, რომელიც ეს რაღაცებს წერს და უამრავი ბიონაგავი რო აგრძელებს ქვემოთ კომენტარ, რო კითხვა ეროვნულები. როკითხვა ეროვნულების სამშობლოს ზრდილობა მაინც უნდა იყოს ამ ადამიანებს. იმდენი ზრდილობა, რომ აი იმ ადამიანებს ესეთი შეურაცხყოფები არ მიაყენონ. აი, ჩემი თავი ჯანდაბას. ადით. თუმცა რატო? აქაც კითხვა ჩდება. იმიტომ რომ ბევრი ადამიანი უყურებს, ბევრი ადამიანი აზიარებს, ბევრი ადამიანს მოსწონს ეს ყველაფერი. ჩემი სათქმელი მithქვია და დანარჩენი აგერა. თუ ვინმე შეუძლია
თუ ვინმე შეუძლია საქართველოში ამ პრობლემების მოგვარება დაუხმარებლად და თუ არსებობს საქართველოში რომელიმე ძალა, ისეთი ძალა, რომელიც ძალაც ამ ეროვნულ პრობლემებს მოაგვარებს, სიამოვნებით გავჩუმდები, ლაივებსაც არ ჩავწერ, გავჩუმდები, ჩემთვის ბედნიერად, რაზეც არ მიმიხედია, 40 წელიწადია პირადი ცხოვრებაა და ჩემ პირად ცხოვრებას მივხედავ და ბედნიერად გავაგზელებ ცხოვრებას. ვერ ვხედავ მე ასეთ ძალას. ვერ ვხედავ. არავის არ უთქვია, მე შენ შემოგევლე, რომ გენერლად მოდის ვინმე იქ. ყველა იძახის ერთობას, ყველა იძახის ხელის გამოწვდენას და ყველა იძახის ჩახუტებას ერთი მეორისთვის ამ დიდი საქმისთვის და იქედან მოდის ლანძღვა, გინება, შეურაცხ თქვენ თანამოაზრეები და თქვენ თანამებრძოლები არიან და ახლა არ მინდა ესეთი პასუხი, რომ ვინ რა აზრს გამოხატავს, ჩვენ პასუხს არ ვაგებთ. ძალიან კარგად ვიცით, როგორ ხდება ეგ ყველაფერი, რა. უთხარით, რომ მინიმუმ ჩაიგდონ ენა რა. თუ დავალება არ აქვს ზემოდან, იმიდან, ნათლიადან. ნუ მე რა, მედი აბა. თუ არსებობთ და თუ ეს ყველაფერი შეგიძლიათ, ერთმა გაგიმარჯვოთ, გამოდი და გავჩუმდეთ. დამანახეთ და ტყის ღორი მეძახეთ, ტყვი ამესროლეთ თუ ჩემი სიკვდილი თუ ეყოფა, თქვენ ამ ქვეყანას გადაარჩენთ, ტყვი ამესროლეთ თუ გინდა ჩემით მოვიგლავ თავს. არ მჯერა მაგის, არ მჯერა. პროპაგანდა, მაგი და ფანატიზმია. არ მჯერა. არსებობს ესეთი ძალა. მიხედეთ. და რა ვიცი, მე მგონი ცუდი არავის არაფერი არ უთქვია, მიწის გამო ერთობა და არავინ გაძალებთ თქვენ ან სხვას მივიდეს და გვერდში აქეთ დამიდგეს და ის და ის და ცალკე 30-ში რაც იყო იმის ლანძღვა გინების მეტი და ჩვენი ლანძღვა გინების მეტი არაფერი მესმის მაქედან და რა ვიცი შემოძმა იმდენი რამე დაუთმიათ საქართველოში, იმდენი რამე დათმობილა საქართველოში ეროვნული ინტერესები, მასზე გემრიელად დათმობენ მაგ ყველაფერს. თორე მარტივად გაგცენ პასუხს. არ მოგიწიათ ანდისკრიმინაციული კანონის დათმობა და შეგუება, მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქს ჰქონდა ნათქვამი, უკანონობის დაკანონებაა და არა მოუღია ამაზე ხმა არავის. მე არ ვიცი თქვენ რა გააკეთეთ. მე პარლამენტში რო ვიყავი, დევს ვიდეო ეგერ. 150-ვე დეპუტატს უწოდე არაკაცი მაგისგან. რომ წინაპრები საფლავში გადაუბრუნდე, მე არ ვიცი რა გააკეთეთ თქვენ. დავით გარეჯის ამბავი. ასე ხდებოდა. დავით გარეჯთან დაკავშირებით. ჩვენ ამას არავის დაუთმობთ. ჩვენ ამას არ დავთმობთ. ჩვენ ამას არ ვიზამთ. ესეც. არა, დათმობილი დავით გარეჯი? ის ტერიტორია, რომელ ტერიტორიაზეც იყო ჩიჩხეტური, აღდგომის ტაძარი, უდაბნოს მონასტერი, ბერთუბანი. არა, დათმობილი? არა, ჩვენ მისაზღვრეები ჩამოყვანილი და არ არის აზერბაიჯანელები ზევით? მაშინაც ასე იძახოდა ბევრი, რომ ამას არ დავთმობთ. მე ვიცი, მე დათმობილი ვნახე. სხვა უამრავ რაღაცეებს ჩამოგითვლი, რომ ვინ ამბობს შენ შემოგევლე იმას ვიძახი მე რომ ყველა აქციაზე მიდით ყველამ და ყველანაირი აქცია და ერთობა გქონდეთ თქვა და მე მეგეუბნები მაგას რომ ჩვენ როდესაც მეუბნები ლექშო რომ ჩვენ ამას არ დავთმობთ მე გეუბნები ფაქტებს რომ უამრავი ეროვნული ინტერესის დათმობა მე ვნახე საქართველოში და ვნახე ეს როგორც მოტყუებით, გაწმილებით, გადაგდებით, ლოზუნგებით და ტრის გაკეთებული საქმე. და არ მჯერა იმისი, რომ ამასაც არ დათმობს მასა. ლამაზად დაათმობიებენ. ჰიჰი, ჰაჰაში, შენი ჭირიმეში, შენ გენაცვალეში გამოუყვანენ 1, 5, 4 ყანდურ იაკობასნაირს კიდე და იტყვიან, რა მოხდაო, ჩვენ ყველაფერს ვაკონტროლებთო. და არავინ არაფერში არ ჩაერიოთო. არავინ არ გაბედოთ მაგაზე საუბარიო, ჩვენ აგერა ვართო, ჩვენ საპატრიარქოს უნდა დაითმო, დავით გარეჯი.
და საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსს უნდა ეთქვა, რომ ესა რა ქვია, ეს ტერიტორია აზერბაიჯანისა და საქართველოსი არა? ამიტომ ბევრი მინახია. ადამიანურად გეუბნები. ადამიანურად ბევრი გულანთებული ადამიანი მინახია, ბევრ მოძრაობებში და პარტიებში. მე ეს ეროვნული ხალხი მოტყუებული, გადაგდებული, ტრისაქმე გაკეთებული და ამის საშიშროებას ვხედავ დღეს მე. ამის საშიშროებას ვხედავ მე დღეს. და ამის საშიშროებას რა მაფიქრებიებს, იცი? მაფიქრებიებს აი ეს, როდესაც ზემოდან წამოსული სიბინძურე ერთობის წინააღმდეგ. მოდის თქვენი თანამებრძოლების მხრიდან და არაერთი და არაორიდან შევრძანდით და ნახეთ და მინიმუმ ის უთხარით, რომ ენა ჩაიგდე მოცელში. არა ახლა ერთმანეთის ჭამის დროს სამშობლო გვეღუპება. აი ეს მაფიქრებიებს. და მე ვხედავ მე რომ მსგავსი დამოკიდებულება იყოს. ამიტომ ჩავწერე დღეს ეს ლაივი. ხო და შენ შემოგევლე ჩემოძმაო. შენ შემოგევლე ჩემოძმაო, მე თუ ერთადერთი და ეროვნულ ძალად თვლი თავს მოახერხე ერის კონსოლიდირება და ერთმანეთს შეაჭრები. მე პარტია არ მაინტერესებს, მე არჩევნები არ მაინტერესებს, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს. ჩვენ საერთოდ იმ გაერთიანებაში არაფერი არ გვაინტერესებს. ეს ეროვნული სტატუსის მორგებას ბევრი ცდილობს. აი ახლა ეგრე ძველი ეროვნული ხელისუფლების წარმომადგენლები პირდაპირ გაგებით აღადგინეს და მთავრობა აღადგინეს, აფსანზე პრემიერ-მინისტრად გამოაცხადეს, თავდაცვის მინისტრის დაუნიშნეს, მაგრამ საქმე კოცებს რო გითხო, მაგათნაირი ეროვნული კაცშვილი არა. საქმე შენ მან გამოგაჩინოს შენს და გამომაჩინოს მეც. ხო. ამიტომ მე არაფერი პრეტენზია არ აქვს, მათ მაგაგიმარჯოს შენს და სხვასაც, ვინც ამ მიზნით იბრძვის და წესით და რიგით ამ გზაზე მებრძოლ ადამიანებს დასაკარგი არავინ არ უნდა ყავდეს და პირიქით ერთობა იქეთ უნდა უნდოდეს და უხაროდეს და თავის ეს პოლიტიკური ეგოიზმი, ამ პარტავნობა თუ რა დავარქვა, რომ მარტო მე ვარ და სხვა არავინ და არ გამოდგება მე მგონია ეს. შენ შემოგივლე ჩემოძმაო. მომისმინე. ეხლა მე რო წავყვე, ვინ როდის დაიწყო ლანძღვა და ვინ როდის რა გააკეთა? ფრთიანი ანგელოზები ნუ გონიათ თქვენი თავი. იმდენი მლანძღველი და იმდენი მათახსირებელი ყოფილა იქედან. თავზე თმა არ მაქვს იმდენი ბოლო დროს თმამცვივა მაინც და ცოტა შემრჩა, მაგრამ მაინც და იმას გეტყვი კიდე რომ ჩვენ თუ შევძელით და მოახერხეთ და ჩვენ თავზე თქვით ის რომ სამშობლოს მიწისთვის და სამშობლოს დაცვისთვის ყველაფერი გადავდოთ და ვიყოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთად, მე მგონი სხვამაც უნდა გაბედოს ეს რთული სიტყვები და გააკეთოს ეს. ახლა მიზეზები თუ ვინმეს უნდა მიზეზები ჩვენ მე მანახე პოლიტიკაში მყოფი ადამიანებმა და პოლიტიკაში არსებულმა პოლიტიკურმა ძალებმა, რომელებმა როდის ერთმანეთი არ ლანძღეს. მაგრამ როდესაც მიდგა საქმე-საქმეზე 1921 წელს აჭარის და ბათუმის განთავისუფლების საკითხი, ბოლშევიკები და მენშევიკები გუშინ რომ ერთმანეთს ტყვიას ესროდნენ და ორივე ქართველები იყვნენ. ერთად გაერთიანდნენ და მაზნიაშვილთან ერთად ქართული მიწა დაიცვეს თურქებიდან. აი ეს მაგალითი უნდა იყოს ქართველს იმისთვის, რომ გუშინ წინ და გუშინ წინის წინ იმან მაგინა. ჩემი ცხონებული დიდი ბაბუა მონაწილეა მაგომის. და ვინც მაგას იძახის, რომ გუშინ და გუშინ წინის წინ ვიღაცას აგინა და ვიღაცაზე ცუდი თქვა და ესაა მიზეზი, რომ იცის გამო არ ვერთიანდებით, ისაა ღალატი, სხვა არაფერი. ან შეგნებული, ან შეუგნებელი. ეგა.
ადამიანს თუ საკუთარი სამშობლოს გამო ადამიანმა საკუთარი სამშობლოს გამო თუ არ შეუძლია საკუთარი პირადი ამბიცია გადადოს იმას არაფერი არ ეშველება არც იმნაირი იბერია გაბწყინდება და არც იმერს აქვს მომავალი რო იცოდე ის მით უმეტეს ამდენი ქვეწარმავლის ხელში ბოდიში იმდენს აქვს თქვენ თანაპარტიას პირადად ჩემთან მოსახდელი მაგას რომ მიყვე შეიძლება სათითაულოდ რო ამოვიღო მაგათი საქციელები თუნდაც დღეს რასაც აკეთებენ ხო არ ეყოფა ისა რა ქვია არხელა დაფთარი აი რა შენ გაქვს სხვებსაც უთხარი მოგბაძონ შენ შემოგევლე სხვებსაც უთხარი მოგბაძონ მტერი ერთი გვყავს და ბოლშევიკები მენშევიკები პარტია სამშობლოსთვის პარტია არ არსებობს გადადგას ყველამ ზეპარტიული და პარტიული ეგოიზმზე ზევით ნაბიჯი და ნუ იქცევიან ისე რის გამოც ამაკ ჩართული ეს ლაივი მეც ვინმე გეუბნება რამეს არ შემოვდივარ უბრალოდ მე ჩემოძმაო ხო მაგ ციფურიშვილთან და სხვებთან ხო უბრალოდ დაჟე აი ესე საუბარზეც კი ვარი თქვი იმიტომ რომ 1000 ტალახს ისვრიან და მოაწერენ მაგრამ ახლა უკვე ფაქტია რომ ხელის გულზე არის უკვე რომ მიზეს ეძებენ იმისთვის რომ რაღაცა არავინ არ გთხოვთ სადმე რაღაცაში და თუ ვინმეს არ უნდა პოლიტიკაში სამშობლოს მიწისთვის მით უმეტეს გაერთიანება ის არა ეროვნული შენ შემოგევლე არა ვერავინ ვერ მოაგვარებს ლექსო მაგ პრობლემას ვერც ჩემი გაერთიანება ვერც შენი პარტია ვერც ის პარტიები გუშინ წინაებზე რო ქონდათ აქცია გუშინ რო იყო რაღაცა გაერთიანება ვერავინ ვერ მოაგვარებს ამას ვერავინ ამიტომ არის ეს ეროვნული პრობლემა და ეროვნულ პრობლემას პარტიული თვალსაზრისით არ უნდა ყურება ეროვნული ერთობა ჭირდება როდესაც ამ ყველაფრის წინააღმდეგი გამოდის როგორც ის ფულიანი არაბები ის ნაცებიც ქოცებიც და ასე შემდეგ რა მიდი მოაგვარე მე შენ შემოგევლე ხო აი მიდი ხო არ გინდა დახმარება რა ნახავ ერთი ვინ შეწირულა ერთი მითხარი რა ერთი მე ჩამოგითვალე მაგალითები არავინ შეწირულა ეგეთი ეროვნული პრობლემების მოგვარებისთვის და ახლა შენ პირადად მე არ გიცნობ და არ მინდა შენზე არც ცუდის თქმა არც კაის თქმა გაგიმარჯოს ღმერთმა რასაც ამბობ ჯერა რომ გულით ამბობ ქართველი კაცი ხარ მაგრამ გეუბნები რომ ის ხალხი რომლებმაც ჰაჰაში გაატარეს ეს ყველაფერი არავინ შეეწირება მაგას რა არავინ შეეწირება ამ ყველაფერს ვიცი მე ეს ბევრი მინახია მიტომ ამბობ ამას ერთი დავით გარეჯის გამოიქნა ვინმე შეწირული იჩუკაიძე რო იყო ასული იჩუკაიძე დაიჭირეს და ციხეში ჩააგდეს და მის დამჭერებს ოქროს მედლები ჩამოკიდეს და იქ იმაზე რო ვიყავით მისული რა ქვია მაგის სასამართლოზე იქ არ მოსულა ზოგზოგი ერთი იყავი მე შენ შემოგევლე გააკეთე საქმე გააკეთე არ გეუნები არ ახარ თქო არავინ თინათინ არავინ დავით გარეჯთან დაკავშირებით მე დავდებ იმ ვიდეოს მე ხვალ დავდებ იმ ვიდეოს ჩემ გვერდზე დავით გარეჯთან დაკავშირებით ვინმე შეეწირა მაგ იმას კი არა დავით გარეჯის გადაცემაში უშუალოდ დღეს მდუმარე ჯაღმაიძე და მისი ამფსონები იყვნენ მთავრები. როდესაც მივედით, აქეთ დაგვებრალეს 1000 შეურაცხყოფა, რომ ხმა მოიღოთ მაგ საკითხებთან დაკავშირებით. და მე სოკარის დაფინანსებული მასე დარბოდა ტაშფანდურით ეგერ უზარმაზარ ფულებს იდებდა ჯიბეში. ანკაცებული სატანა ჩაი. და ის ღვთლისის აქ მორგებული და იაკობა დადგება გვერდში რა და ის და აჩუნდას უყველა და აიწირა ის ბიჭი და ჩააგდეს მე ციხეში და სხვა კიდე უამრავი ყველაფერი ახსოვს ჩემ თაობაში ყოველ შემთხვევაში ყოფილი ყველაფერი მახსოვს ყველაფერი მეტნაკლებად ვცდილობდი ყველგან ყოფილიყავი ყველა მოვლენები მახსოვს და ყველა შედეგები მახსოვს აი ეს გამოსირებული სხვათა შორის ირაკლი ანთიძე მე წავათრიე 2-3 ემაზე აქციებზე კი არა იქეთ დავით გარეჯშიც ნამუს სინდისი რო კონდეს მაგ სინდისო ხორს ასე კი არ უნდა იქცეოდეს უსინდისო
ამის თქმა მინდოდა და გრცხვენოდეთ, რომ სირცხვილია. ამ ხნის ქალებს და ამ ხნის კაცებს შეგნება უნდა გქონდეთ ელემენტარული. რასაც ზევიდან დაგიძახებენ, ყველაფერზე ყი არ უნდა იძახოთ. და არ უნდა ლანძღოდ დაგინოთ ის ადამიანები, ვინც თქვენსავით და შეიძლება თქვენზე მეტად იბრძვის ამ ყველაფერთან დაკავშირებით. აბა კარგად.